პარლამენტის წევრი, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით მათიკაშვილი შემოგვიერთდება სტუდიაში. ის უკვე სტუდიაში იმყოფება და ბუნებრივია მასთან შეკითხვებსაც დავიწყებთ დონალდ ტრამპის წერილით და ზოგადად იმ წერილობითი კომუნიკაციით, რომელიც ბოლო პერიოდში არის გააქტიურებული ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ წერილს განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი ურთიერთობის ნორმალიზების საფუძვლად. მოგესალმებით თამთა, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მოწვევისთვის. ნამდვილად დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ ის წერილი, რომელიც ამერიკის მოქმედი პრეზიდენტისგან მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთავრობამ და ხალხმა, ასე შეგვიძლია დავასათაუროთ და აღვნიშნოთ. ფაქტია, რომ ამ წერილმა ისედაც ზღვარს ქვემოთ დაშვებული რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად გაანადგურა, ამაზე მეტი აღარ არსებობს, სასაცილოები არიან ამ თავის შეფასებებში რაც ამბობენ და მეორე ფაქტია ის, რომ წერილში არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიდგომა და სურვილები საქართველოსთან მიმართებით. ქვეყნის მთავრობასთან მიმართებით, აქ არის საუბარი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ახალი ეკონომიკური არეალების გაჩენაზე, გაფართოებაზე და რაც ყველაზე მთავარია არის გამოკვეთილად ნახსენები მშვიდობის თემატიკა, რომელიც ასე პროტოკოლურ ტექსტად მიიჩნია ოპოზიციამ და მათი პოზიციები პროტოკოლურ მილოცვად, მაგრამ მათი პოზიციებს გარკვეულწილად ამყარებს ისიც, რომ აბსოლუტურად გასხოვებული შინაარსის მატარებელი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადება, რომელიც ერთი დღით უსწრებდა წინ ტრამპის მილოცვას. რატომ იყო მაშინ ასეთი გასხოვებული? იმიტომ რომ იქ იყო ხაზგასმა ქართულ ხალხზე, ანუ ქართველი ხალხი იყო ადრესატი ამ მილოცვის და არა ხელისუფლება. ზუსტად ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელიც არის შეერთებული შტატების დღევანდელობა, სადაც გამოცხადებული ბრძოლა Deep State-ის წინააღმდეგ არის რაღაც გარკვეულ ფაზაში. ახლა ჩვენ ვერ ვიტყვით ეს ფაზა გადამწყვეტია დასრულების ეტაპზეა თუ დასაწყისშია. ფაქტია, რომ ეს აშკარა დაპირისპირება მიმდინარეობს დონალდ ტრამპ, პრეზიდენტ ტრამპსა და აი ამ გლობალურ რაღაც ნეგატიურ ძალებს შორის, რომელსაც თვითონ ტრამპმა უწოდა ეს სახელი და არ არის ეს ტრამპი ორიგინალური, ამაში იცით თქვენ რომ ეს ისედაც ისტორიაში დამკვიდრებული სახელია. მაშინ, როდესაც აი ეს სრულიად გასაკვირი და შემდგომ წერილთან მიმართებით გამორჩეულად რაღაცა ამორფული კონტექსტიდან ამოვარდნილი წერილი, სადაც არის საუბარი ისეთ თემებზე, რომელიც ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვას, ახალი ფურცლიდან დაწყებას ნამდვილად არ ემსახურება და აშკარად ემსახურება იმ ლაიტმოტივს სამწუხარო პოლიტიკისა, რომელსაც შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია ახდენდა და აწარმოებდა ჩვენი ქვეყნის და არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით და ამ ყველაფერს მოყვა 26 მაისის მოლოცვა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართებით, საქართველოს მთავრობის მიმართებით, იმ მთავრობის მიმართებით, რომელიც აირჩია 1.200.000 ქართველმა და რომლის იგნორირების და ნიველირების ცდილობაც ჰქონდა რამოდენიმე დღით ადრე თუ ერთი დღით ადრე მიღებულ წერილში არსებულ შინაარს. ეხლა საზოგადოება ამას დასკვნებს თამთა ძალიან მარტივად გამოიტანს. პრემიერის ახსნა იყო, რომ თქვა Deep State-ის გავლენით იყო დაწერილი და აქ ანუ რას ნიშნავს ეს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მართავს ეგრეთ წოდებული Deep State-ი და დონალდ ტრამპი ჩვენ შეგვიძლია ფაქტებით ვილაპარაკოთ. როგორ უნდა გავიგოთ? თამთა, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ხოლმე ფაქტებით. და ფაქტები არის შემდეგში. ნახეთ, აი ორი ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის წერილი, სადაც პრეზიდენტ ტრამპი იმ სულისკვეთებას და წიაღსვლას, რაც მას იმ იდეოლოგიურ თანხმედრაში, მის იდეოლოგიას და ქართული ოცნების, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების იდეოლოგიასთან არის ძალიან ახლოს, ამ ყველაფერს ფაქტიურად იმეორებს ის არათუ აღიარებს ლეგიტიმაციას ჩვენი მთავრობის და ხელისუფლების, პირდაპირ ულოცავს მთავრობას დამოუკიდებლობის დღეს და მასთან იმედს გამოთქვამს, რომ ექნება წარმატებული ურთიერთობა, გააღრმავებს ვაჭრობას, გააჩენს ახალ არეალებს სავაჭროდ, იქნება მშვიდობის კონტექსტში ეს ყველაფერი მოაზრებული და ასე შემდეგ. ესეც ახლა ჩვენი მხრიდან იყო ძალიან ადეკვატურად გაგებული და აღქმული. ჩვენ განვაცხადებთ ყისიერად, რომ მივესალმებით მსგავს წერილს, რომ ვიმედოვნებთ, რომ მალევე
მოხდება გადატვირთვა ურთიერთობის და იმ ათვლის წერტილიდან თამთა დაწყება, რაც არის ნამდვილად საქართველოს და ქართული ხალხის სურვილიც და მისწრაფებაც და მე არ გონია რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების სულისკვეთებაში არ სანამ თქვენს მოლოდინებზე ვთქვათ, აი მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე კითხავთ, მაშინ დღევანდელი წერილის გამოქვეყნების მთავარი მიზანი რა იყო? რაც ოპოზიციამ შეაფასა, როგორც ვთქვათ, აი ხაზგასმა იმ მოთხოვნების, რაც მათი თქმით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას აქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, იმიტომ რომ ნახეთ, იქ იყო ხაზგასმული, რომ აი ამ შეხვედრაზე, რომელიც მათ ითხოვეს ქართული ოცნების დამფუძნებელთან, მათ სურდათ იმ მოთხოვნების და იმ პირობების ამ შემთხვევაში გადაცემა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ელოდება ახლა საქართველოს ხელისუფლებისგან. ბატონმა ვიზინა ივანიშვილა ძალიან ზუსტად ზედმიწევნით ახსნა ყველა ის დეტალი და გარემოება, რომელიც ხსნის მისი მხრიდან უარის თქმას იმ შეხვედრაზე, რომელსაც უგეგმავდა თუ სურდა შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს ყველს ამ შემთხვევაში. არის ძალიან გასაგები, ეს არ არის პირველი ახსნა ბატონ ბიზინასგან, მან ერთხელ მსგავსი წერილი უკვე გამოაქვეყნა, როდესაც ობრაინს სურდა მასთან შეხვედრა და არის ძალიან ცალსახა მოცემულობა და ეს მოცემულობა არის შემდეგში. ბატონ ბიზინა ივანიშვილის მიმართ არის არაფორმალური და ფორმალური სანქციები. ყოველად უსამართლოდ, ყოველად უსაგნოდ, საერთოდ ამოვარდნილი ყოველგვარი კონტექსტიდან და უკვე მოგებული პროცესებიდან, სადაც შავზე თეთრით ყველაფერი არის ყველასთვის გასაგები, აი ამ არაფორმალური გავლენების ქვეშ ხდება ბატონ ბიზინას დასანქცირება და ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ეს პედალირების ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული ამ პიროვნების მიმართ. ეხლა რა ხდება? მან ძალიან კარგად ბატონ ბიზინამ ეს ძალიან კარგად დაახასიათა ეს ყველაფერი, ეს მოცემულობა, როდესაც ის ამ ფორმალური თუ არაფორმალური სანქციის ქვეშ შეხვდებოდა და მოხდებოდა რაღაც გარკვეულ სახელმწიფოებრივ საკითხებზე მსჯელობა ამერიკის წარმომადგენელთან, საელჩოს წარმომადგენელთან. ცხადია, რომ მასზე დაკისრებული ეს ყოველად უსამართლო სანქციები შესაძლებელია განხილული ყოფილიყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, იმ პედალირების ინსტრუმენტად, რომ მას მიეღო არა ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას სურს და სახელმწიფოებრივი იქნებოდა, არამედ მის პირადი ინტერესიდან გამომდინარე. არა და ეს ადამიანი 2012 წლიდან კი არა და მანამდეც როგორც კი გამოჩნდა საერთოდ ასპარეზზე, რასაც აკეთებს, ეს არის საკუთარ სამშობლოს სიყვარული და საკუთარ სამშობლოსადმი აი ესე უანგაროდ გაღება ყველაფრის, რაც შეუძლია. მithumetes 2012 წლის 11 წლის უკაცრავად შემდეგ, როდესაც მან ყველაფერი, თავისი ფინანსები, თავისი ოჯახი, თავისი აი ყველაფერი, რაც წარმოადგენდა ბიზინა ივანიშვილი, აი ესე გადადო იმისთვის, რომ ქვეყანა ეხსნა იმ ბოროტებისგან, რაც ქონდა საქართველოს და ნახეთ, აი დავასრულებ, როდესაც ასეთ პირობებში ქვეყანას ყავს პრემიერ-მინისტრი, ქვეყანას ყავს აღმასრულებელი ხელისუფლება. გაქვს სრული შესაძლებლობა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია მოახდინო. მაქვს საუბარი საელჩოსა და ეს ბატონ ბიზინას ბოლოში, ასე ვთქვათ, პასაჟიც ეგ აქვს მოხსენიებული, რომ ჩვენ მივესალმებით შეერთებული შტატებიდან ამ სურვილის გაზიარებას, თავიდან ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა, პრემიერთან შეუძლია ჩვეულებრივად შეხვედრა, რას ემსახურება აი ეს რაღაცა და მიმალულად ბატონ ბიზინასთან შეხვედრა, როდესაც არანაირი ამისი წინაპირობა არ არსებობს და ღიად, ძალიან ღიად და გახსნილად შეუძლიათ ეს პოლიტიკა დააფიქსიროს. გააკეთეს ეს ფაქტი, ისე შეაფასეს, რომ თქვათ გადაწყვეტილების მიმღებად არ მიიჩნევენ თითქოს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები მათი შეფასებით ხელისუფლებას. ამაზეც იყო ძალიან მკაფიო ახსნა გაკეთებული ბატონ ბიზინა ივანიშვილის წერილში და გარდა იმისა, ჩვენ გვაქვს 1,200,000 ადამიანის გადაწყვეტილება ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით და ამ უდიდესი უმრავლესობა საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულმა პარლამენტმა დობა გამოუცხადა ირაკლი კობახიძის მთავრობას. მოდით ახლა ეს ცოტა გვერდზე გადავდოთ, იმიტომ რომ ეს არის манипуляция, ძალიან კარგად გვესმის ჩვენ. სურვილი, ნახეთ, სურვილის რეალიზებას წინ არაფერი არ უდგას. სურვილი თუ კი ახლა არის მთლიანად ბურთი შეერთებული შტატების მოედანზე. სურვილი თუ აქვთ, რომ საქართველოსთან ახალი ფურცლიდან განაახლონ, გადატვირთონ ურთიერთობა, რასაც ტრამპის წერილი თავისთავად მეტყოლებდა. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და გახსნილები. და არა რაღაც ის და ბატონ დავით, მოთხოვნები რატომ აკეთებს უკვე მეორედ აქცენტირებას და ხაზგასმას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო პირველად საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ და მეორედ დღევანდელ განცხადებაში ახსენებს პირობებს, ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ. რა ნაბიჯებზე იგულისხმება? ანუ მოდი დავიწყოთ იმით, რომ სანამ სხვა ოპოზიცია ამბობს, რომ ამ ნაბიჯებში იგულისხმება ახალი არჩევნების ჩატარება და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება. ოპოზიცია რას
ამბობს ეს ოპოზიციასაც თვითონაც არის მის ანუ რანა ბიჯებს მოიაზრებს დავიწყოთ ჯერ იმით რომ სანამ ჩვენი ვიზავის თუ კონტრაგენტის თუ პარტნიორის ნაბიჯებზე ვილაპარაკებთ ჯერ ჩვენს მოთხოვნებზე და ჩვენს ნაბიჯებზე ვისაუბროთ რომელიც საქართველოს გააჩნია ამ ხრივ და ეს ღიაობა და გახსნილობა ამ კუთხით ამ ურთიერთობის კუთხით რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს რომ ნებისმიერი პირობა ნებისმიერ ხარჯზე თამთა რაც არ უნდა იყოს შემოთავაზებული ჩვენთვის იქნება მისაღები აქ არის ძალიან კაფიო გზავნილი არა მხოლოდ შეერთებული შტატების ყველა ჩვენი პარტნიორის მიმართ მათ შორის რა თქმა უნდა ასევე ევროკავშირის მიმართ რომელიც ამ შემთხვევაში ბევრად უფრო აქტიურობს ამ რაღაცა გლობალური ძალების გარვის გავლენის ქვეშ თუ როგორ ალბათ ესეა და ფაქტის სახეზეა და რა არის რა გვინდა ჩვენ ჭირდება სამართლიანი მიდგომა რა ანგრევს პარტნიორულ ურთიერთობებს უსამართლო დამოკიდებულება. რა შეიძლება იყოს პარტნიორული ურთიერთობების აღდგენის და გამოსწორების წინაპარება? სამართლიანი, ობიექტური დამოკიდებულება. აღიარება მოსახლეობის მიერ გაკეთებული არჩევანის. როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ერთი ღირებული მტკიცებულებაც ვერ მოიძებდა. იმის, რასაც ეს ყბადაღებული აგენტურა დღენია და გაცხადებდა სალომე ზურაბიშვილის დამადობით და კიდე სხვების. რომ რაღაც არჩევნები გაყავდა. როდესაც არჩევნების დაწყებამდე თამთა ყველანი ეს თელი რადიკალები ასე შეკრებულები იყვნენ ელექტრო საარჩევნო აპარატთან და ყველა ამბობდა რომ ეს არის ის აპარატი რომლის გატეხვაც და რომლისგანაც ესე იგი არაობიექტური ინფორმაციის მიღება შეუძლებელია. დასრულდა არჩევნები იმ შედეგით გაჟონვის შესახებ გვიან შეიწყო. აი გაჟონვაც ხო თვითონ გამოწვეული ამბავი იყო ჩვენ ხო ყველამ ძალიან კარგად ვიცით ეს კაცო რა გაჟონვაზეა ლაპარაკი. წარმოუდგენელ რაღაცებზე ლაპარაკი. ბოლოს უკვე იმდენად სასაცილო არგუმენტებამდე მივიდნენ რომ ეს ყველაფერი აი გაიშალა, ჩაიშალა მარტივ ამრავლებად. აქ არანაირი არგუმენტი თამთა არ არსებობს. არის ერთადერთი არგუმენტი რის რასაც თვალი უნდა გაუსწოროთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის არჩევანი. აი ნახეთ, ახლა რას ელოდებით, რა ნაბიჯებს ელოდებით ამერიკის შეერთებული შტატები? ჩვენ ველოდებით იმისთვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, იმისთვის, რომ ჩვენ ურთიერთსასარგებლო, ურთიერთმისაღებ პირობებზე შევჯერდეთ, ეს უნდა იყოს თანაბარი, თანასწორი პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც იქნება ურთიერთსარგებლიანი. ანუ რატო ამბობს პრემიერი არაერთს გზის თქვა, სხვა შორის ბატონ ბიზნე ივანიშვილის წერილშიც არის თუ არ ვცდები, გზამკვლევი ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს გზამკვლევი როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები. როგორ არ უნდა იყოს ეს მხოლოდ ქაღალდზე. როგორ არ შეიძლება NGO, რადიკალური NGO სექტორში ჩასხმული მილიონობით დოლარი გაასაღო და შეასაღო ქართულ ხალხს როგორც მისი დახმარების ინსტრუმენტი. როგორ უნდა იყოს მართლაც პარტნიორული ურთიერთობა და ეს უნდა იყოს ურთიერთმისაღები და ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის როგორც სავაჭრო ასევე ზოგადად ურთიერთობების ყადრი და ფასი და ხა თქვენ ნახეთ მისი პირველივე ნაბიჯები რა იყო სოფლიოს სხვა ქვეყნებთან მიმართებით. ამიტომ ჩვენ ამ დიდ პოლიტიკაში კი საქართველოს პატარა ქვეყანაა და საქართველოს ახლა იმხელა ხმა და იმხელა რესურს ცხადე არა აქვს როგორც სხვა ქვეყნებს ამერიკას საერთოდ არ ვედრებით მაგრამ ის რომ საქართველოს არის იმ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ადგილას და ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით აი ამ უდიდესი ქარბორბალების ეპოქაში როდესაც ერების განადგურება დგას დღეს AES-ზე პირდაპირ კითხვის ნიშნის ქვეშ თუ შეიძლება დავასრულებ შეინარჩუნა სუვერენიტეტი დაიცვა თავის ქვეყნის ღირსება და არ გახდა პროქსი ქვეყანა პროქსი სახელმწიფო ეს ჩემი ორიგინალური სიტყვები არ არის ამერიკიდან მომდინარეობს იმისთვის რომ ვიღაცა რაღაცა გლობალურმა ნეგატიურმა ძალებმა საკუთარი ინტერესები გააკეთა ამას უნდა ყურადღების მოახდინა ირაკლი კობახიძის საჯაროდ გამოქვეყნებულმა წერილმა დონალდ ტრამპის მისამართით ქართულ-ამერიკული ურთიერთობის თქვათ ნორმალიზების პროცესში რამე გავლენა მოახდინა იმიტომ რომ იქაც იყო ნახსენები რომ თქვათ დუმილი იყო ქართული ოცნების მხრიდან შეთავაზებებზე თანამშრომლობის აღდგენის შესახებ რა როლი ჰქონდა ამ დაუკვირდებით ამ ურთიერთობების ისტორიას აი ეს გამორჩეულად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში როდესაც იყო პირდაპირ მოთხოვნები და პირდაპირ მაგიდაზე ხელის ბრახუნით ამთა რომ აიცით თქვენ ეს უნდა გააკეთოთ და საბოლოოდ ომში უნდა ჩაერთოთ. როდესაც ამ ყველაფერს საქართველოს არ დათანხმდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იყო. იცით კონკრეტულ ელჩებზეა აქ საუბარი რომლებიც ამ ყველაფერს ითხოვდნენ და ეს ყველაფერი არ იყო იმდენად ჩუმად ნათქვამი რომ არ გამოსულიყო ხმები და სხვებს არ გაეგოთ თუნდაც აი ესე კაბინეტში მომხდარი ამბები. ეხლა ეს ყველა ამ ყველაფერზე იყო თამთა საუბარი
ამაზე მოდი ნეგატივზე ნუვილაპარაკებთ. ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, ეს ყველაფერი ამ წერილმა რა გავლენა როგორ შეგვიძლია? კი ბატონო, ეს წერილი არის ღია საჯარო აი რამდენად იყო სწორი, აი ასეთი ღია წყაროებით მიმართვა ტრამპის მიმართ, მაშინ როდესაც აი ოპონენტებმაც მიგიდითეს რომ არსებობს დახურული საიდუმლო კომუნიკაციის არხები, როდესაც უნდა ეცადოს ხელისუფლება ურთიერთობის დაალაგებას. თუ დაუკვირდებით, დონალდ ტრამპსაც ზუსტად ანალოგიური მიდგომები გააჩნია ღია და საჯაროდ ყოველ ძალიან გულწრფელად, ვაჭრობის, არ ვიცი ახლა მე რაც მახსოვს, ასე გულწრფელად საკუთარ პოლიტიკის ღიად გამჟღავნებაზე არ წასულა არც ერთ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მე არ მახსოვს ასეთ. ტრამპი ძალიან ღია, ძალიან გულწრფელად საუბრობს იმაზე, რაც ხომ არ დააზიანებს პირიქით. არაფერი არ არის პირიქით, ეს არის კაფიოდ მეგობრისთვის, პარტნიორისთვის თქმა იმის, რაც არის შენი სათქმელი. რაც არის შენი სურვილი, რაც არის შენი მიდგომა. კიდევ ერთხელ ეს არის სამართლიანი დამოკიდებულება, ურთიერთდამოკიდებულება და აღიარება თამთა იმის, რაც გაკეთდა დღემდე და არა ის, რომ დამადლება მაპატიეთ ჭყალებში იყოს თუ გნებავთ ამ სიტყვის, რაც დღემდე გაკეთებულა იმ კონტექსტით, რომ საქართველოს როლი იქ 30 ათეულობით ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე, რომელიც ამერიკის ეგიდით ქვეშ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში შეეწირა ის კონტრიბუცია, რომელიც საქართველოს გაიღო ამ ყველაფერში, რომ დღეს მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები ძალიან ხმამაღლა მჯიხს რო ირტყავენ და იმებით გამოდიან, რა ქვია, დიდი ამბებით, გვახსოვს ჩვენ ამ ნატოს მისიებში რა როლი მიუძღვით მათ. ბალტიისპირეთის ქვეყნები კი არა მეოთხე ადგილზეა, საქართველოს თუ მეხუთე ადგილზე, ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად კონტრიბუციით. ეხლა ეს ყველაფერი ხო პოზიტიურად ზუსტად და ადეკვატურად შესაძლებელია დავანებოთ პოზიტიურს და ნეგატიურს და როდესაც ახლა შენ აი ესეთ სანდო პარტნიორი საქართველოში, რომელსაც წლები აწეულების განმავლობაში ყველა სანდო პარტნიორი იყო საქართველოს შეერთებული შტატების და ხა ძალიან დიდი ბოდიში თუ კი ჩვენი ქვეყანა აი იმ ძალებს, რომელიც მართლაც მართავდნენ და ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამდე ამერიკაზე ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ეს ასე აღარ იქნება და დამარცხდება deep state-ი. როდესაც საქართველოს და ქართული ხალხის გამოყენება სურდათ იმ საზარბაზნე ხორცად, რაც უკრაინას თავს დააწა. მაგაში ჩვენ ბუნებრივია ვერ ქართული ოცნების ლიდერების ხვიდან რიტორიკა რამდენად არის სწორად შერჩეული. ეს არის ძალიან კაფიო. აი თქვა რომ სახელმწიფო დიუნის განცხადება იყო ეგრეთ წოდებული deep state-ის გავლენით დაწერილი. აი ასეთი რიტორიკა. კარგი, მე თქვენ გეკითხებით მაშინ რა შეიძლება დავაბრალოთ? ორი აბსოლუტურად ერთმანეთისგან გამომრიცხავი შინაარსის შემცველი დოკუმენტი, რომელიც ერთი სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოემართება საქართველოსთან მიმართებით და მეორე დონალდ ტრამპისგან და მისი ადმინისტრაციისგან. რა შეიძლება იყოს მიზეზი ესოდენ ერთმანეთისგან განსხვავებული ტექსტის თამთა? ეხლა ეს ხო იმაში საბავშვო ბაღში დაწერილი არ არის. ორი ბავშვი დაწერილი ხო არ არის? ეს არის პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის პირდაპირ გულთბილი მოლოცვა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ საქართველოს მთავრობასთან მუშაობის სურვილის გამოთქვა და მანამდე წერილი, რომელიც არის სრულიად ამოვარდილი კონტექსტი. მნიშვნელოვანი ნაწილი არის ასევე მეგობარი აქტიც ამ თქვა სტრატეგიული პარტნიორობის პროცესში, ბუნებრივია განსაკუთრებული ყურადღება არის მიქცეული და დაახლოებით იგივე გზავნილები, რაც არის მეგობარ აქტში გაწერილი, ჩვენ წავიკითხეთ ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების 2 დღის წინანდელ განცხადებაში გერმანიის, პოლონეთის და საბრანგეთის ლიდერების სახელით გავრცელებულ ტექსტში იქ წერია, რომ ისინი გმობენ მშვიდობიანი მომიტინგების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, ოპოზიციის და მედიაზე თავდასხმას, ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ოფისებში რეიდებს, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრებას და მოგიწოდებენ მათი გათავისუფლებისკენ. ფუნდამენტური უფლებები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩაკრით უნდა იყოს მხარდაჭერილი და დაცული საერთაშორისო ვალდებულებების და კონსტიტუციის შესაბამისად. ანალოგიურ გზავნილებს ვკითხულობთ ჩვენ იგივე ევროპარლამენტის ბოლოდროინდელ რეზოლუციებში, ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარ აქტშიც, რომელიც კონგრესის ქვედა პალატა მიიღო. ხელისუფლება ახალ საპარლამენტო არჩევნებს არც განიხილავს. მაშინ ვითარების ნორმალიზება როგორ გესახებათ, რაშიც რა თქმა უნდა ხელისუფლების როლი და მისი პასუხისმგებლობა არის ბევრად მაღალი, ხომ? ვაიმარის სამკუთხედის ან თუნდაც ამ მოთხოვნების გათვალისწინებას, აი როგორ, იმიტომ რომ ძალიან მძიმე გზავნილებია და ასევე ერთი ყოველთვის მიგითითებენ საერთაშორისო პარტნიორები, პოლიტიკური ოპონენტების განცხადებები, რომ გვერდით გადავდოთ საერთაშორისო პარტნიორები, რომ არ არიან მაშინ დაკავებულები, თქვა დემონსტრანტების დაკავების პარალელურად ის სამართალდამცავები, რომლებმაც გადაამეტეს ძალას. დავიწყოთ მეგობარი აქტით. მეგობარი აქტი და ჯო ვილსონი, ეს ჯო ვილსონი არის ის პოლიტიკოსი, ვინც ემსახურება მას, რომელიც სხვას დაასწრებს და მასთან დაამყარებს პირდაპირ კონტაქტებს, არ ვიცი მე რა ქვია, თანხებით თუ ასე შემდეგ. ეს არის ის პოლიტიკოსი და ის ძალები, რომლებიც არიან ჩფეული,
ამერიკული ლობიზმი, ამერიკაში ხო ლობიზმი ჩვეულებრივად კანონიერად დაშვებულია, იმ კანონიერ სტანდარტებსაც რომ თავდაყირა აყენებს, აი ესეთი ყაიდის პოლიტიკოსია და მაშინ ამ დოკუმენტში თქვენ გაქვთ ხო ნანახი ის ფოტოები ერთად გადაღებული, პრემიერთან გადაღებული ფოტოები, გამოგზავნილი წერილები აგერ საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან გაგზავნილი წერილები, როგორც თავაზობს ეს აქტუალურ მომსახურებას, მაგრამ ნუ საქართველოს უარი თქვა ეხლა მსგავსი ყაიდის პოლიტიკოსების დახმარებაზე და ის თავიდან ბოლომდე გადაბარგდა კეზერაშვილის ამპლუაში. დავანებოთ კეზერაშვილის თავი, ჩვეულებრივად აი ეს მართლაც ის deep state-ი, რასაც ებრძვის ამერიკა, კარგი, ნათელი, ალბათ არა წამყვანი რიგითი წარმომადგენელი გახლავთ. ჯო უილსონი, რომელმაც აი ეს შეთხზა, ეს სამარცხვინო აბსოლუტურად აქტი, ეს საქართველოსადმი მტრულად განწყობილი და სისულელეებით გაჯერებული თამთა შინაარსობრივ, ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ შეერთებულ შტატებში მაცხოვრებელი კონგრესმენი ადამიანი დღეს იმაში რა ქვია ქვედა პალატაში როდესაც ინიციირებას ახდენს და გამოდის ხმამაღლა საუბრობს კონკრეტულ აქტზე და იქ შიგნით წერია რომ USAID-ს რომელიც დაიხურა რომელიც აღარ არსებობს USAID-ს უნდა დაევალო საქართველოსთან მიმართებით რაღაცა პოლიტიკის ჩამოყალიბება. ნუ წარმოგიდგენიათ რა აბსურდთან გვაქვს საქმე. ეს არის აბსურდი, რომელიც ეს აბსურდის თეატრი ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ტრამპის წერილით ეს აბსურდის თეატრი დასრულდება და წერტილი დაესმება შეერთებულ შტატებში. ეს ერთი. მეორე, სრულიად სამარცხვინო ეს ვაიმარის სამკუთხედის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები, აი პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, სხვის თვალში რომ ბეწვებს ეძებენ და საქმე თვალში რომ დირეს ვერ პოულობენ, აი ეს მეტი არაფერი, რაც კი უწერიათ მათ ამ თავის მიმართვას, ერთი 26 მაისია და მილოცვა ხალხისადმი და ან დიპლომატიური ეტიკეტი სად არის. ან ეს და ურთიერთდამოკიდებულების ის რაღაცა პარამეტრები და წითელი ხაზები სად არის. საერთოდ დარღვეული აქვს ეს ყველაფერი სამწუხაროდ და ეს მათი რეიტინგებითაც კარგად ჩანს იმ ქვეყნებში, რომლებსაც წარმოადგენენ. და ყველაზე მთავარი რა არის, ახლა რა სადაც ისინი გვითითებენ და სურთ რომ რაღაც ჩვენსკენ თითი გამოიშვირონ, საკუთარ ქვეყანაში აქ ძალიან მძიმე ვითარება. თქვენ ნახეთ საფრანგეთში როგორ არბევენ, არ შლიან, არბევენ მიტინგებს. ხა თქვენ წარმოგიდგენიათ იქ საფრანგეთში იგივე რომ მოხდეს, რაც ომის იმიტაცია თბილისში გააკეთეს 5 დღის განმავლობაში. აქ იმეს რა ქვია ვარსკვლავურ ომებს რო გავდა, მხატვრულ ფილმს რო გავდა, თბილისის რუსთაველის მოედანი. რა სიზავდა საფრანგეთის პოლიცია? 10 კაცი შემოაკვდათ. მოკლეს 10 კაცი მიტინგის დარბევის დროს. და ეს თელი თბილისში არსებული აი ეს ომის იმიტაცია, რომელიც ევროკავშირიდან დაფინანსებული NGO-ების ხარჯზე კეთდებოდა, თამთა ისე დასრულდა, რომ მართ აი ძელვადიან თემაში, იყო კონკრეტული შემთხვევები იყო, მაგას არავინ არ უარყოს, მასზე არის კონკრეტული მიმართულებაც არსებობს, მაგრამ ისე ეს არ მომხდარა, რომ რომელიმე მომიტინგეს გრძელვადიან პერსპექტივაში მძიმე დაზიანება ისეთი მიიღო, რომელიც აი ესე გაყოლოდა ბოლომდე და თქვენ კარგად იცით, რომ 100-მდე პოლიციელია დაზიანებული და ერთ პოლიციელს საერთოდ თვალისჩინი აქვს დაკარგული. და ხა ამ ყველაფრის ფონზე რო გეხარდა აქეთიც იშვერ, ეს არის სამარცხვინო. დაზიანებები მიიღეს დემონსტრანტებმა, თქვათ მედიის ცალკეულმა წარმომადგენლებმა და სამართალდამცავებთან დაკავშირებული კითხვებია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც ახლა გარდაიქმნა და შეუერთდა, უბრალოდ დაიხურა და შეუერთდა პროკურატურას, გამოძიების შედეგები ჯერ არ ვიცით. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთოდ არსებობის თემა თავის დროზე იყო დიდად თავსმოხვეული ჩვენთვის სამწუხაროდ. ეს არ არის კონსტიტუციური ორგანო. აქ ჩვენ ასე ვთქვათ წავედით იმ დათმობაზე ბჭყალებში დავარქვათ თუ რა ვიცი რაც გინდათ ის დავარქვათ, როდესაც ეს სამსახური შეიქმნა, ეს ამ სამსახურის ფუნქციები აბსოლუტურად იყო პროკურატურის შემადგენლობაში და უნდა ყოფილიყო პროკურატურის შემადგენლობაში და დღეს რაც კეთდება თუ გაკეთდა, ეს ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. სამსახურის ფუნქციები უბრუნდება იმ უწყებას, რომელიც არის კონსტიტუციური და სადაც უნდა ყოფილიყო ეს ფუნქცია. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს. კონკრეტულ ფაქტებზე ყველაზე არსებობს შესაბამისი გამოკითხვები და შესაბამისი გამოძიებები. ეხლა ვინც არ უნდა ილაპარაკოს იმაზე, რომ იცით და უნდა დაველოდოთ გამოძიებას. და გამოძიება თავის სიტყვას იტყვის. აქ მნიშვნელოვანი არის ერთი. იმ კატასტროფაში, რაც რადიკალურმა ოპოზიციამ ეცადა რომ მოეწყო ქართველი ხალხის ჩემი და თქვენს მიმართ და ყველას მიმართ. აი იმ ცეცხლში, რომლის დანთებაც უნდათ იმ 5 დღის განმავლობაში და საქართველოს ჩართვა ამის შემდგომ ისეთ უბედურებაში, საიდანაც ვერ გამოაღწევდა. დიდი კითხვის ნიშანი არის მაგაზე. პოლიციამ შეასრულა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. პოლიციამ დაიცვა ქართველი ხალხი და საქართველო და ქართული სახელმწიფო. იყო კონკრეტული გადაცემები და ამ გადაცემებზე თავისი ნაბიჯები. ბატონო დავით, ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების განცხადება შესაძლოა ჩვენ ბოლოს შეკითხვა იყო ასევე პირდაპირ მოწოდება, რომ დიალოგი დაიწყოთ
სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან. განიხილავს თუ არა პოლიტიკური ვითარების განეიტრალების და განმუხტვის მიზნით ხელისუფლება რაიმე ფორმით დიალოგის დაწყებას. დიდი სიამოვნებით. ოღონდ მოდი საგანზე შევთანხმდეთ, რაზე არის სასაუბრო, ან ვისთან არის სასაუბრო. ეხლა, როდესაც შენ მაგიდასთან გიჯდება ადამიანი და ის ამბობს, რომ მე არ ვაღიარებ 1,120,000 ადამიანის გადაწყვეტილებას და 300 თუ 600,000 ხმა იყო მოპარული, მე იმ ადამიანს ვერ დაელაპარაკებით ამთა. რაზე უნდა დაელაპარაკო? ახლა აი ამ სისულელის იმაში რო არის, ქაოსში რო აქვს ტვინი მოცული, რაზე უნდა დაელაპარაკო? როდესაც ადამიანი შეიძლება დაგიჟდეს და გითხრას, რომ მოდი რაღაცა მიმართვა, აი ხა არის კარს მომდგარი თვითმმართველობის არჩევნები. კეთილი ინებონ, ხო ამბობენ რომ ელექტორალური მხარდაჭერა გააჩნიათ. ხო ამბობენ რომ რაღაც ჯიხსი მადლობა გააჩნიათ იმ ინსტიტუციების მიმართ, რომლებმაც უნდა ჩაატარონ არჩევნები. არაფერი, ხო და საქმეს მაგაშია, რომ ეს უნდობლობა კი არ არის, ესე თავის გამართლება. თავის გამართლება, იმიტომ რომ იციან რომ ნულთან ან ოდნავაცილებულია ნულზე თამთა, ან ნულთან მიახლოებულ ზღვარზე არის მათი რეიტინგი. და კიდევ ერთი განაჩენი ელოდება თვითმმართველობის არჩევნებზე თითოეულ ამ რადიკალურ პარტიას. აი იმიტომ არის რომ ზოგი რას იბრალებს, ზოგი რა მიზეზით ამბობს უარს, თუმცა არიან კონკრეტული პარტიები, აი რადიკალური პარტია, რომელიც ამბობს რომ მე მივიღებ მონაწილეობას. ნახოთ შედეგებს დაველოდოთ. იმ აპარატურას რომელიც არის უნიკალური და რომლის მონიტორინგს ახორციელებს შეერთებული შტატებიდან ჩამომბრძანებული ექსპერტები, წყალი არ გაუვა. გახარიას მსგავსად ლელოსგანაც გაქვთ ანალოგიური მოლოდინი? იცით რა, მე საერთოდ გონია რომ ყველას უნდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ძალიან უნდა. უბრალოდ არიან თავის პატრონებთან გასამართლებელი საბუთებს ეძებენ, იქიდან დავალების მიღებას ელოდებიან და ასე შემდეგ. მოძრაობა და ახალი ეს კატეგორიულად გამორიცხავთ. ის მოდით მათი პრინციპულობა პუფების საქმეს გაგახსენებთ თქვენ და მათ პრინციპულობის ჭრილში ეს მოვლენები გავიხსენებთ, ამიტომ ნუ გამორიცხავთ. ხავთ რა ესე რიგში დაეწყონ და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდეს ყველა ეს პარტია. მადლობა დავით მათიკაშვილი, პარლამენტის წევრი, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. პირდაპირ ეთერში გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით.